გერმანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიის ორი შტამი და ვარაუდობენ, რომ ეს შტამები შეიძლება გაფანტული სკლეროზის გამომწვევი მიზეზი იყვნენ. დიახ, არ მოგესმასთ. მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 81 იდენტური ტყუპი შეისწავლეს. ამ ტყუპების მთავარი განსხვავება ის იყო, რომ ერთს ჰქონდა გაფანტული სკლეროზი, ხოლო მეორეს არ ჰქონდა. მეცნიერებმა შეისწავლეს მათი ნაწლავების მიკრობიომები და აღმოაჩინეს, რომ იმ ტყუპებში, რომელთაც ჰქონდათ გაფანტული სკლეროზი, ორი ბაქტერია უფრო ხშირი იყო. ესენი არის აიზენბერგიელა ტაი და ლაქნოკლოსტრიდიუმი. არ ვიცი სწორად თუ ამბობ. ეს ბაქტერიები მეცნიერებმა შეუყვანეს მღრღნელებს და შედეგად ძალიან მალე მღრღნელებში განვითარდა გაფანტული სკლეროზის მსგავსი სიმპტომები. ასე რომ შესაძლოა ეს ბაქტერიები მართლაც იყვნენ პოტენციურად ამ დაავადების გამომწვევები. ეს არის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება, რომელიც ნაწლავებსა და ტვინის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს ადასტურებს. მიკრობიომზე დამიზნებით შესაძლოა მალე შევძლოთ გაფანტული სკლეროზის დამარცხება. თუ მომავალში დადასტურდება, რომ ეს ბაქტერიები მართლაც არის აღნიშნული დაავადების გამომწვევი, სრულიად ახალი მკურნალობის მეთოდები იქნება საჭირო. გამოვიყენებთ პრობიოტიკებს, ანტიბიოტიკებსა და ნაწლავურ მიკრობიომის ტრანსპლანტაციას, რომლებიც მიზნად დაისახავს დაავადების მკურნალობას ან თუნდაც პრევენციას.